პასი და მარადიული ვალუტა. 1. ფულის ევოლუცია და ანგარების მახე. კაცობრიობამ გაიარა გზა ნატურალური გაცვლიდან ოქრომდე, ქაღალდის ფულამდე და დღეს კრიპტოვალუტამდე. რაც უფრო ვირტუალური ხდება ფული, მით უფრო იზრდება კონტროლისა და ვერცხლის მოყარეობის საფრთხე. თუმცა, ბიბლიური გაფრთხილება უცვლელია. ვერავინ შეძლებს ორ ბატონს მონებდეს, ღმერთსაც და მამონასაც. 2. იესო ჩვენი სულიერი კიდობანი. თანამედროვე ქაოსში გადარჩენა ინდივიდუალური რწმენის საკითხია. როგორც ეგვიპტეში გადარჩნენ ისინი, ვისაც კარზე კრავის სისხლი ესვა, დღესაც ქრისტესთან ყოფნაა ის ერთადერთი კიდობანი, რომელიც ადამიანს სულიერი დაღუპვისგან იცავს. ვინც მამის ხელშია, მას ვერავინ გამოიტაცებს იქიდან. 3. სულიერი ბანკი და ზეციური საუნჯე. იესომ შემოგთავაზა ალტერნატიული ეკონომიკა. დაიუნჯეთ საუნჯე თქვენი ცათაშინა, სადაც არც ჩრჩილი ჭამს და არც ქურდებით ხრიან. ინვესტიცია. ჩვენი სულიერი ანგარიში ივსება არა დაგროვილი ქონებით, არამედ გაცემული სიყვარულით. ვალუტა. სიყვარულია ის ერთადერთი ვალუტა, რომელსაც ადამიანი გარდაცვალებისას გაიყოლებს. 4. ეთიკა. მოქმედი სიყვარულის კომპასი. ქრისტიანული ეთიკა არის კომპასი, რომელიც გვასწავლის თავდაბლობას. რაც უფრო ვუახლოვდებით ღმერთს, მით უფრო ვხვდებით საკუთარ უსუსურობას და სხვის მიმართ მოწყალენი ვხდებით. უანგარობას. გაცემა მეტი ნეტარებაა, ვიდრე მიღება. სიმშვიდეს. ქრისტესმერი სიმშვიდეა ის, როცა უსამართლობის პასუხად არ ითხოვ ცეცხლის ჩამოხმობას, არამედ ინარჩუნებ შინაგან ტაძარს სიწმინდეში. 5. დასკვნა. ქრისტეს გამოსახვა ჩვენში, ჩვენი მიზანი არა მხოლოდ კარგი ადამიანობა, არამედ ის, რომ ჩვენში ქრისტე გამოსახულდეს. ეს ნიშნავს ეგოიზმის დაძლევას და ყოველდღიურად იმის გაცნობიერებას, რომ ჩვენი ცხოვრება ჩვენივე ქონებაზე არ არის დამოკიდებული. მთავარი ფორმულა. გიყვარდეს ღმერთი, გაუფრთხილდი ადამიანებს და გამოიყენე ნივთები და არა პასი და მარადიული ვალუტა. 1. ფულის ევოლუცია და ანგარების მახე. კაცობრიობამ გაიარა გზა ნატურალური გაცვლიდან ოქრომდე, ქაღალდის ფულამდე და დღეს კრიპტოვალუტამდე. რაც უფრო ვირტუალური ხდება ფული, მით უფრო იზრდება კონტროლისა და ვერცხლის მოყარეობის საფრთხე. თუმცა, ბიბლიური გაფრთხილება უცვლელია. ვერავინ შეძლებს ორ ბატონს მონებდეს, ღმერთსაც და მამონასაც. 2. იესო ჩვენი სულიერი კიდობანი. თანამედროვე ქაოსში გადარჩენა ინდივიდუალური რწმენის საკითხია. როგორც ეგვიპტეში გადარჩნენ ისინი, ვისაც კარზე კრავის სისხლი ესვა, დღესაც ქრისტესთან ყოფნაა ის ერთადერთი კიდობანი, რომელიც ადამიანს სულიერი დაღუპვისგან იცავს. ვინც მამის ხელშია, მას ვერავინ გამოიტაცებს იქიდან. 3. სულიერი ბანკი და ზეციური საუნჯე. იესომ შემოგთავაზა ალტერნატიული ეკონომიკა. დაიუნჯეთ საუნჯე თქვენი